სამწუხაროდ ქართულ საზოგადოებაში უნდა ვაღიაროთ მაინც არის ეს მომენტი, რომ თუ თხოვდები და თუ შენი მეუღლე შეძლებულია, შენ თითქოს საქმის კეთებას უნდა შეეშვა, ან შენი საკუთარი თავის რეალიზება აღარ უნდა მოახდინო. მე ვფიქრობ, რომ ქალი ნებისმიერ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერ სიტუაციაში ყოველთვის უნდა ახერხებდეს საკუთარი საქმის კეთებას. ეს ისევ იმიტომ, რომ ისევ დამოუკიდებელი იყოს, ისევ იღებდეს საკუთარი საქმისგან სიამოვნებას რთულ პერიოდში, როცა აღმოჩნდი და ჩემი თვითშეფასებაც ძალიან დაქვეითებული რომ მქონდა და რაღაც პანდემიის პერიოდი იყო, მაშინ მოხდა ზუსტად ისე რომ მეუღლესაც გავშორდი და ზოგადად ქალისთვის განსაკუთრებით განშორება არის ხოლმე რაღაცა ეს გარდამტეხი. მე რო ძალიან დამეხმარა, მე რო ფეხზე წამომაყენა აი ამ აქტივობამ და საკუთარ თავში თავდაჯერებულობა დავიბრუნე და ბევრი რაღაცა ცვლილება მოახდინა, მაგიტომ მომინდა რომ ამ სფეროში მოვსულიყავი, რომ ახლა მე დავხმარებოდი სხვა ქალებს. სიმართლე რო თქვა, კარლო საქართველოშიც რო იყო ჩამოსული, მახსოვს ტელევიზიით ესე გაკვირით გავიგე, მაგრამ რო თქვათ რომ ესე ან კონცერტზე წავედი მაშინ და ვესწარი, ან სახელი და გვარი ესე დამამახსოვრდა, ვერ მოვიტყვები, მე ძალიან გულწრფელი რესპონდენტი ვარ ხოლმე და ნამდვილად არ მქონდა ეს კარლო სახელი და გვარი ესე დამახსოვრებული, ან გაგებული არ მქონდა. 3 დღეს სხვათა შორის ისევ ვიმესიჯეთ და ისევ ვიკომუნიკაციეთ, რომ არ ვიცოდი, ასეთი ცნობილი დირიჟორი რომ იყო, ასეთი ცნობილი მშობლები რომ ყავდა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ რაღაც ისე შედგა კომუნიკაცია, მაშინ მახსოვს გამოცდა მქონდა, მაშინ ფარმაცევტი ვიყავი, მენეჯერი აფთიაქის და გამოცდა მქონდა და ძალიან გადართული ვიყავი მოკლედ იმ თემებზე და ეს კომუნიკაცია არც თუ ისე როგორ თქვა ინტენსიური იყო და ის 3 დღე მოკლედ ისე ვიმესიჯეთ რომ რეალურად ესეთი ვიცოდი რომ იყო მუსიკოსი, მაგრამ როგორც ასეთი რომ ვინ იყო კონკრეტულად და ასე შემდეგ ამას, იმ 3 დღის მანძილზე ესე არ ჩავძიები ვარ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. ჯანსაღ ურთიერთობას ჩემი აზრით მოაქვს სტაბილურობა და სიმშვიდის განცდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ რაც ჩემი აზრით ქალებს გვჭირდება სიყვარულში. სიმართლე გითხრათ, ჩემს ოჯახშიც, როგორც ყველგან საქართველოში და არა მარტო საქართველოში, სულ მესმოდა ეს სახელი და გვარი. და რა თქმა უნდა, პირველი ფილმი შეიძლება ითქვას არც მახსოვს, ალბათ ძალიან პატარა ვიყავი და მაგრამ ეს სახელი რომ მესმოდა ხოლმე და დედიკო იყო ერთ-ერთი ძალიან დიდი გულშემატკივარი სოფის. სამწუხაროდ ამ ჩემს ბედნიერებას დედიკო მოგეხსენება ვერ მოესწრო სამწუხაროდ და სულ ფიქრობ ხოლმე სიმართლე გითხრა როგორი რეაქცია ექნებოდა დედიკოს აი ამ ყველაფერზე რაც დღეს ჩემს ცხოვრებაში ხდება ხშირად მიფიქრია ხოლმე მაგაზე სიმართლე გითხრა მახსენდება ეს შეხვედრა ძალიან პოზიტიურად იმ კუთხით რომ კი ვღელავდი რა თქმა უნდა ხა როცა მარტო არ ვემზადებოდი როგორც დიდ ლეგენდასთან შესახვედრად ვემზადებოდი პირველ რიგში როგორც კარლოს დედასთან, იმიტომ რომ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ რა თქმა უნდა ეს შეხვედრა ყოფილიყო ძალიან პოზიტიური და დადებითი ემოციები დატვირთული და რა თქმა უნდა იმდენად უშუალო ადამიანი აღმოჩნდა ქალბატონი სოფია, რომ ეს როგორ თქვა მღელვარებაც მარტივად გადავლახე და დემეტრესთან ერთად ვიყავი სხვათა შორის პირველ შეხვედრაზე, როდესაც გავიცანით პირისპირ და დემეტრეთი უნდა ითქვას, რომ მოიხიბლა. ეს ჩვენ დროებითი სამყოფელი შეიძლება ითქვას, არის იმიტომ, რომ არ შეგვიწენია, ვართ ქირით ამ ეტაპზე, მაგრამ ამ ბინის შერჩევის დროსაც ძალიან აქტიურად იყო კარლო ჩართული, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გარემო, პირველად სადაც მოგვიწევდა როგორც ცალკე ოჯახის გადასვლა. ამ სახლში თუ გაქვს რაიმე სოფიას ნაჯუქარი. წიგნი არის, სადაც ჩემთვის და კარლოსთვის წარწერაც აქვს გაკეთებული. სხვა ნივთი ეხლა არ მახსენდება, აქ რაც მაქვს ამ სახლში ჯერ სხვა ბევრი ნივთი არ გადმომიტანია. ხომ არ არის ხოლმე ეს წყენის მომენტი, როდესაც ამბობენ შენზე, რომ ქართველი კონკია ხარ? არ მწყის ხოლმე, იმიტომ რომ მართლა რეალურად ისეთი ცხოვრების გავლა მომიწია, სირთულეების გავლა რომ არც თუ ისე შორს იყო, მაგ
პროტოტიპისგან ჩემი განვლილი ცხოვრება. ყველაზე მეტად რაც კარლოს ახასიათებისას შემიძლია ვთქვა, ძალიან კომფორტული ადამიანია. ანუ იცის ზუსტად ყოველთვის რა მჭირდება. კიდევ რა შემიძლია ვთქვა, არასდროს არ მოიწყეთ. ძალიან მხიარული და ისეთი კარგი იუმორის მქონე ადამიანი. დემეტრე და კარლო შემიძლია ვთქვა, რომ არიან ძალიან კარგი მეგობრები. რო ვეკითხები ხოლმე აი დემეტრეს, ვისაც რომ მიკითხავს, ვინ არის შენთვის კარლო? მეგობარი. ყოველთვის ამას ამბობს ხოლმე და ხაზს უსვამს და ეს ყველაზე ჩემთვის ძალიან დიდი, როგორ ვთქვა, ბედნიერების მიზეზია ხოლმე, რომ ესეთი კარგი მეგობრული ურთიერთობა ჩამოვყალიბდა. შეიძლება თქვენს ოჯახს ახალი წევრი შემოება და საერთოდ მეც და კარლოსაც ძალიან, ანუ ეს თაგეგმვა, როგორც ესეთი ძალიან არ გვიყვარს თაგეგმილი ცხოვრება. ცოტა მოსაწყენადაც მიგვაჩნია. და მე ზოგადად სიმართლე რა ვთქვა, მიოცნებია ხოლმე სანამ ჯერ კიდევ კარლო შემოვიდა და ჩემს ცხოვრებაში, ყოველთვის მინდოდა ხოლმე გოგო. სოფიეს სახელის დარქმევას გეგმავდი? მოდი მაგ შეკითხვას არ გავცემ პასუხს, ჩემთვის დავიტოვებ. თუ იქნება და სამყაროს ძინებებს და მეყოლება კიდევ მეორე შვილიც, მაგას მე გაგიზიარებთ.